მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ტრადიციულად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს თავისუფლებას ვუსურვებ ყველას. ვიწყებ ცენტრალური თემით უკვე ერთი კვირა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. დაბომბეს და გაანადგურეს ირანის უმაღლესი ხელისუფლების თითქმის ყველა ლიდერი. არ და მახსოვს ირაკლის ზარქვა როგორ ამბობდა ტრამპის სუსტია Deep States ვერ ამარცხებსო. ამ ფაქტის შემდეგ წესით შიშისგან ზარქვას ის გადანერგილი თმები ნელ-ნელა უნდა სწვიოდეს და თან იხსენებდეს კიდევ რამე სხვა კიდე რა დიდი უბედურებები აქვს ნათქვამი ამერიკის წინააღმდეგ ძვირფასო მეგობრებო. ასადი, მადურო, ახლა აიათოლა ერთი სიტყვით დიქტატორების რიგი ძალიან სწრაფად მიდის. ძალიან სწრაფად. წესით მალე მოგვიწევს, წესით. ჩვენამდე კუბა ვნახოთ როდის აინთება ჩვენი რიგის ნომერი ველოდებით. ირანთან თუ მოაგვარა ამერიკამ, საქართველოში ცვლილებები უკვე დრაივის პრინციპით და სისწრაფით მოხდება. რუბიოს მანქანა სოლდაკის სასახლეს შემოუვლის, ფანჯარაში ხელისუფლების ცვლილებას და ბიგ მაკს შეუკვეთავს და გაივლის ჩვეულებრივ. მოგესალმებით, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ყველა ქვეყანამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. თითქმის მთელმა ცივილურმა სამყარომ მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოუცხადა ამერიკას, ისრაელს და არაბულ ქვეყნებს. ამ დროს ვნახოთ საქართველოს მთავრობის ოფიციალური განცხადება, სამძიმარი. სამძიმარს უცხადებთ ირანელ ხალხს, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უმაღლესი ლიდერის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს უცხადებთ ებრაელ ხალხს და სოლიდარობას უცხადებთ არაბულ ქვეყნებს. ესე იგი, რო ვერაფერი მოიფიქრეს, ადგენენ და ყველაფერი მიუსამძიმრეს. ყველას. ირანსაც, ისრაელსაც, არაბებსაც ერთი სიტყვით მთავრობამ ყველა მხარეს უთხრა თქვენიანი ვარ, თქვენი ლამაზის თვალების ჭილიმეო. შეეძლოთ ცოტა განევრცოთ ეს სამძიმრის ტექსტი. სამძიმარს უცხადებ ირანელ ხალხს, ებრაელ ხალხს, ამერიკელებს, ასევე გვინდა სამძიმარი გამოვთქვათ ჩვენი მოძმე რესპუბლიკებიდან ან მოსახლეობის წინაპრების გრწანისის ომში დაღუპვის გამო სპარსეთის მხრიდანაც და ქართველების მხრიდანაც. მაინც უფრო რომ დავიზღვიოთ თავი, ყველა მხარეს მიუსამძიროთ ყველაფერი. ქართული ოცნების წევრები წარმატებით აგრძელებენ გაუგებრობებსა და შარში გახვევის ტრადიციებს. მოდით ვნახოთ საინტერესო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე. მერიამ დაადასტურა, რომ კახი კალაძე აბუ-დაბიში ჩარჩა. მოკლედ, თბილისის მერს რამდენიმე დღის წინ ქონდა დაბადების დღე და მეუღლესთან და სამეგობროსთან ერთად გაემგზავრა აღსანიშნავად აბუ-დაბიში. სერიოზული ტუსოვკა მოაწყეს და რო ეგონათ, რომ მის საპატივსაცემლოდ ფეიერვერკი გაუშვეს, რეალურად ირანული რაკეტები მოფრინავდნენ მის მხარეს. კალაძე და მთელი თავისი დროებითი მეგობრები იყვნენ შოკში, ძვირფასო მეგობრები. დროებითი მეგობრებს ვეძახი იმ ხალხს, მხოლოდ თანამდებობის დროს რომ მეგობრობენ. ერთი სიტყვით ირანმა თავისებურად მიულოცა კახის. ასე დასრულდა კახის აბუ-დაბის დაბიდობა. დაბიდობები და აბუ-დაბები, რა ვიცი. ვიღაც აკაცუკებმა დაწერეს რა უნდა და აბუ-დაბიში. აბა სად? საქართველოს ხوار გადაიხდიდა დაბადების დღეს ამ საგოიმეთში. გინდათ რომ დაბადების დღე გადაიხადოს ამხელა მერმა თბილისის? საქართველოს ფულის საჭრელად არის კარგი, თორე ტორტის გასაჭრელად და გასართობად აბუ-დაბია, კაი. კახი არ მოусმინო ამ საღად მოაზროვნე აკაცუკებს. შენ მიაწექი როგორც მიდიხარ, საკაიფოდ მიდიხარ. ისე ამ კალაძის გამკვირვებია. ამხელა ავიამზიდები და მთელი ამერიკის ფლოტი, რომ არის მიყენებული არაბეთის ზღვაში, მაინდა-მაინც აბუ-დაბიში რატომ მიდიხარ დაბადების დღის გადასახდელად, ჩეკაი ადამიანი. მთელი მსოფლიოს არმია იქ არის დაბანაკებული.
მაინც დახედე ზემოდან რომელი ქვეყანა სად მდებარეობს, რო იცოდე მაინც სამომავლოდ. რუკას დახედეს რა, ვისი, რომელი, ვინ არის ვისი მეზობელი. აი, რო შეხედოთ ზემოდან ფიზიკურ რუკას. დაათვალიერე მაინც რა, სად რა არის, რო იცოდეთ. მოდი მართლა ნუ გადავაყოლებთ კახის აბუ-დაბიში გასეირნებას. რა მოხდა? ჩარჩა, მაგრამ რამდენიმე დღეში ხო დაბრუნდა. მე კაცი მახსოვს ომის კი არა მშვიდობის და ზეჰარმონიული მდგომარეობის დროს ჩარჩა დუბაიში ერთი თვით. ისეთი სტრესი მიიღო, რომ მე ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად მონაკოში გადაიყვანეს, ძლივს გამოვიდა ბიჭი ამ მდგომარეობიდან. სტრესი რო მოეხსნა და იქ რაღაცა მესმის ხო რთულია. რა ვქნა არ მავიწყდები ჩვენო უდაბნოს გმირო, არწივო, ჩვენო მონაკოს მაჩო. ზარქვა რა ვქნა, მინდა დაგივიწყო, მაგრამ სოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიც კი შენს თავს მახსენებს. რომ ვაკვირდები ძალიან ცუდად აქვს დაცდილი ამ ემირატებს ეს ქოცები. ჯერ პირველად 1 წლის წინ ზარქუამ დაარტყა და ახლა ირანმა. ირანს კიდევ რაღაცით გააჩერებდა, ზარქუას გაჩერება ძალიან გაუჭირდათ ახლა. მილეწ მოლეწა იქაურობა, მთელი ქალაქი აოხრა. აი თან არანაირი მოთხოვნაც კი არ ქონია. აი ესე არ დაევასა და მიიღო მისაღები გაერთიანებულმა ემირატებმა. აი ეგრეა, ნუ რას ვიზავთ. ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ერთი კითხვა მინდა დაუსვა ქოცებს. რატომ არ ეხმარება ირანს რუსეთი? რატო არ ეხმარება? არ და როცა დასჭირდა, კარგად იყენებდა უკრაინასთან ირანულ დრონებს, ხო უგზავნიდა ირანიდან აქედან, ხო აგზავნიდნენ. ახლა რატოა გატრუნული? რამ დაადუმა რუსეთი ესე? ზარქუას კონფლიქტის დროს ვიქტორ სანიკიძე რო იყო გვერდზე გამდგარი, ისე ახლა რუსეთი გამდგარი. და ჩვენთვის რომ მოიცალოს ამერიკამ, შეიძლება ვერც კი გაგვიხსენოს ვინ ვართ რუსებმა. ვინა ვართ, რა ქვეყანა ვართ, არ ვიცი, არაფსმენია, ესე იტყვიან. ხო და რატო დუმან, რატო არ უსვამ თქვენს თავს აი ამ კითხვას. მომავალში რომ დამჭირდე მერე ცოტა ჩაფიქრდით, აბა. ძალიან დიდი დაძაბულობა და გაურკვევლობა ახლო აღმოსავლეთში. რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ახლა მინდა შემოგთავაზოთ სიტუაცია აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც არანაკლებ რთული და ჩახლართულია, ძვირფასო მეგობრებო. ცოტა თემას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს პატარა ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. მოდით ნახოთ. კასპელმა მძღოლმა ჯარიმა გორის სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ქარელში გადაამისამართა, ქარელმა ხაშურის სასამართლოსკენ, ხაშურის მოსამართლემ საქმე უზენაეს სასამართლოს გადასცა და უზენაესმა კი გორის სასამართლოში დააბრუნდა. და გორის სასამართლო ენდობა გამყრელიძის დასკვნას, ძვირფასო მეგობრებო. ხოლო ხაშურის სასამართლომ ჯარიმა არ განიხილა და თუ რატომაც არ განიხილა, ეს ძალიან კარგად იცის ქარელის სასამართლო. ასევე კასპიის სასამართლო აპირებდა განხილვას, მაგრამ თინას უჯრაში ჩაუკეტია. ძალიან კარგი თუ ჩაუკეტია. რო უკითხეს ამ კასპელმა მძღოლმაო რა უნდა გააკეთოსო, უთხრეს კასპელმა მძღოლმა უნდა გააკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა. შუა პროცესში შაბიამის ახალი პარტია რომ მიიღეს სასამართლოში, ეგ აღარა ვთქვი, ეხლა იმიტომ რომ არ იყო აქ ეს ინფორმაცია. მოკლედ, 1-2 კარგი მარკშეიდერი გჭირდება და დაალაგდება ყველაფერი. ამ მძღოლმა მერე ბოლო-ბოლო განიხილავსო ჩემს საქმესო სასამართლო, არაო, მაგრამ უარს არ გეტყვითო. აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდა ეს ადამიანი, დაიარება რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქიდან ქალაქში. მოდი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დაუბრუნდეთ, ძვირფასო მეგობრებო. მინდა შევეხო ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც არის ტელეკომპანია იმედის სანქცია. როგორც ისე დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია, ირაკლი კობახიძემ დაადგინა მიზეზი, როგორც იქნა დადგინდა მიზეზი, თუ რა იყო ბრიტანეთის სანქციის კონკრეტული მიზეზი, რატო დასანქცირდა იმედი. მოდით ნახოთ, რა დასკვნა გააკეთა ბატონმა ირაკლი. ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული. კობახიძე გეუბნება. გადარეულან თურმე ბრიტანელები. აი რომ უნახავთ ეს ყველაფერი, ეს რეები ხდება ამ არხზეო. გაცოფებულები იყვნენ ბრიტანელები. ეს როგორი დამოუკიდებელი მედია ყოფილაო, დამოუკიდებელი ჩვენი თავი გვეზარებაო და ეგ ხა გვაკლია კიდე სხვაგანაც იყოს ესეთი მედიებიო.
ესეთი ჯანსაღი ოპოზიცია როგორც ხალხის ზალა არ მივცემთ საშუალებას რომ დააფიქსიროს განსხვავებული აზრიო და ამიტომაც გასანქცირებთო შეშურდათ ასეთი კარგი დებატები არც თქვენ და არც ჩვენო აი ესეთი აი რები ძაღლურად რა რაღაცნაირად მოიქცნენ ბრიტანეთის სანქციებზე უფრო ღრმა ანალიზი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა მოდით ნახოთ მისი ვერსია რის გამო დასანქცია. გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ეტყობა იმიტომ, რომ პოზიტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ეგ რა არის? ქართულთან ერთად თურმე ბრიტანეთის ელჩს კილოკავზე ლაპარაკიც უსწავლია. და უკითხავთ, იმედი უნდა დაასანქციროთო და ერთს უპასუხია, არ უნდა დავასანქციროთო. გამიგია უცხო ენა ისწავლო ძვირფასო მეგობრო რაღაცა მიზეზით. მაგალითად გერმანული ისწავლო იმიტომ, რომ გოეთეს წაკითხვა გინდა დედანში. ამ ფრანგული ისწავლო იმიტომ, რომ დიუმას წაკითხვა გინდა ორიგინალში, მაგრამ ქართული ისწავლო იმის გამო, რომ მე შალვა რამიშვილს და იმ ორს მოусმინო, აი, რა ვიცი, წარმოუდგენლად მეჩვენება მე ასე მგონია. 14 წელი და განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირა ოცნების წევრები ხო გაიძახია რომ დიდმა ბრიტანეთმა თავისუფალი მედია დაასანქცირაო. მოდით ნახოთ ჟურნალისტების და მაკა ბოჭორიშვილის გასაუბრება საგარეო საქმეთა მინისტრია. ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან? და მერე აი ეს არის ისტორიაში ყველაზე მოკლე აღიარებითი ჩვენება ძვირფასო მეგობრებო. თან ისეთი რომ თავად ვინც აღიარა მან ვერ გაიაზრა რომ აღიარა. იმიტომ რომ ეს მას ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავი გონია. აი ახლაც რამდენი დრო გავიდა და ახლაც ჩემს გადაცემას რომ უყურებს და ამ ხუმრობას მოისმენს იგივე გამომეტყველებით იკითხავს და მერე და რო უთხარო თქვენ ყველას ბიძინას გმართავთო და თქვენ არაფერს წარმოადგენთო გეტყვის და მერე ანუ აი ჩვეულებრივი ამბავია არაფერი არ არის ამაში ისეთ გასაკვირი რა მოხდა მერე მართავს მერე რა პრობლემაა ჩვენი არხია მერე ხო დამოუკიდებელი მაგრამ ჩვენია ხო მეგობრებო მინდა გადავიდენ ნანატრ თემაზე ოპოზიციაში დიდი ცვლილებებია სიახლე რომელსაც ხალხი ელოდა როგორც იქნა 9 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა ერთი წამით გაიაზრეთ ეს ყველაფერი გაერთიანდა ხალხო ესე იგი ახლო-მახლო ეხლა იქნება ნახოთ სადმე ხის ნაჭერი და სამჯერ დააკაკუნოთ იქნებ ახლა მაინც არ ეცეთ თვალი ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან ნაცები გირჩის სტრატეგია აღმაშენებელთა თავისუფლების მოედანი SDP და რა თქმა უნდა თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ეს ხაზგასმით იმიტომ რომ თქვი რომ მაინც ჩერგოლეიშვილია და მე მაგისი ნერვი და თავი არა ამიტომ უნდა ჩამესვა ყველავარი გაერთიანებაში შემავალ პარტიებს მინდა ვურჩიო ერთი რამ რო იცოდნენ ჯერ არც არჩევნებია წინ და არც ოცნება აპირებს თავისით წასვლას ამიტომ ვინ იქნება პრემიერი მაგის გამო ეხლა ნუ დახოცეთ და უიჩხუბებთ იმიტომ რომ მაგის გამო რომ დახოცეთ ერთმანეთი იმიტომაც ყავს ახლა ისევის ირაკლი კობახიძე პრემიერად ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არ ქმევდნენო ამიტომ მოდი რა ჯერ ვაცადოთ დაიბადოს ბავშვი რომ დაიბადოს ოპოზიციურ გაერთიანებაში არ შევიდა ორი ოპოზიციური პარტია ლელო და გახარია ნუ აქაც ვერ ვხედავ პრობლემას ამ 9 პარტიისგან შემდგარი კოალიცია რომ მოვა ხელისუფლებაში ოპოზიცია ხო არის საჭირო ხო და ლელო და გახარია იქნებიან ოპოზიციაში აბა ოცნება გინდათ კიდე ან პირიქით ლელო რომ მოვა ხელისუფლებაში ან გახარია ეს 9 პარტია იქნება ოპოზიციაში მოკლედ თავარია ოცნება წავიდეს თორე გეგმები და კომბინაციები გვაქვს უამრავი ძვირფასო მეგობრებო პრობლემა არ არის როგორც იქნა ოპოზიცია გაერთიანდა 9 პოლიტიკური პარტია მიხვდა რომ ჯერ ბიზინა გასასტუმრებელი ამ ქვეყანაში და მერია მათი ხედვები და ამბიციები ახლა მთავარია რამე ქმედითი მოიფიქრონ და ახალ რეზოლუციებს და მანიფესტებს ნუ შემოგთავაზებენ იმიტომ რომ ეგეთი მაკულატურა გვაქვს ოხრად ხო კიდე რა უნდა მეთქვა ვინც იტყვის რომ ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ ეგრევე გააგდეთ
იმიტომ რომ მათ რომ არ უნდა დავემსგავსოთ ამ ფრაზის ზახილში გავიდა 14 წელიწადი და ვართ ისევ აი ესე ჭაობში მოტივტივეები. ერთი სიტყვით დაემსგავსეთ ყველას თუ რამე არანორმალური, ცხოველური და ტყიური არსებობს ქვეყანაში. არაფერზე უკან არ დაიხეთ. მოკლედ, ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ მათ დავემსგავსოთ. მათ ძვირფასო მეგობრებო და სხვას არავის. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი იმედია ჩემ შოუს სულ მალე მუსიკალურად გააფორმებს ბენდი თამარ ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.